Facebook-ზე შემხვდა ქალბატონი სამირა ბაირამოვას პოსტი, სადაც იგი წერს, რომ მუსლიმებმა, ისლამის მიმდევარმა მუსლიმებმა ილოცეს ილია მეორესთვის და ფოტოც ჰქონდა გამოქვეყნებული თავის გვერდზე. ამ პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ბევრმა ადამიანმა დადებითად შეაფასა ეს მათი მოქმედება და ჰგონიათ ადამიანებს, რომ ეს არის კარგი რამ, რომ აი მუსლიმებმა ილოცეს ილია მეორესთვის. მე მინდა ძალიან მკაფიოდ გითხრათ ახლა იმ მსმენელებს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უსმენთ. ყურანის მიხედვით, ყურანი არის, ჯერ ამას ვიტყვი, ეს ყურანი რა არის, შეიძლება ზოგიერთმა ჩემმა მსმენელმა არ იცოდეს ახლა. ყურანი არის წიგნი, რომელშიც ჩაწერილი არის ისეთი ინფორმაციები, რომელ ინფორმაციებსაც მიჰყვებიან ისლამის მიმდევრები. და შესაბამისად, რაც ყურანში არის დაწერილი, მისი უნდა სჯეროდეს ისლამის მიმდევარს, მუსლიმს. და აქედან გამომდინარე არის ის მუსლიმი. ყურანი არის ის წიგნი, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი ის, რომ ღმერთს ძე არ ახავს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ყურანი იესო ქრისტეს არ აღიარებს ღვთის ძედ. ღვთის ძედაც კი არ აღიარებს ყურანი იესო ქრისტეს. ამავე დროს ყურანში ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი ის, რომ იესო ქრისტე არც მომკვდარა, არც ჯვარს გაუკრავთ იგი, არც მკვდრეთით აღმდგარა და შესაბამისად აქედან გამომდინარე მას თავისი მიმდევრები ცოდვისგან არ გამოუსყიდია, სიკვდილი არ დაუმარცხებია თავისი მკვდრეთით აღდგომით და შესაბამისად მას მსხვერპლ შეწირვა არ გაუღია. ის მსხვერპლ შეწირვა, რომლის წინასახეებიც ძველ აღთქმაშიც არის დაწერილი სხვადასხვა ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავების სახით. ყურანი ძალიან მკაფიოდ ამბობს ამას, რომ ქრისტე ჯვარს არ გაუკრავთ, არ მოუკლავთ, არამედ ღმერთმა თავისთან აღამაღლაო და მას სიკვდილი არ გაუვლია. ამავე დროს ყურანი არის ისეთი წიგნი, რომელიც ქრისტეს შეფარულად, ასე ვთქვათ, აღიარებს, რომ ქრისტე იყო ღვთისაგან მოვლინებული და ყურანში დაწერილი არის ის, რომ სახარება, რომელიც დღეს ტექსტის სახით არის ჩვენამდე მოტანილი, სახარება და ბიბლიის სხვადასხვა ნაწილები, ბიბლია სულ შედგება 66 წმინდა ნაწილისაგან, წმინდა წერილისაგან და ყურანში ღმერთის წერილის სხვადასხვა ნაწილები, მათ შორის დაბადება, სახარება, იობის წიგნიც ასევე აღიარებული არის, რომ ესენი არის ნამდვილად ღვთისაგან მოვლინებული წერილები და მუსლიმებმაც უნდა ირწმუნონ ამ წერილებისა. მაგრამ ამავე დროს ყურანიც არისო ღვთის მიერ მოვლინებულიო და ყურანიცაც უნდა ირწმუნოთო. მაგრამ წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ ყურანი აქებს იესო ქრისტეს და წმინდა წერილის სხვადასხვა ნაწილებს, სახარებას, დაბადებას, იობის წიგნს, მაგრამ ამავე დროს ყურანი ძალიან მკაფიოდ უარყოფს იესო ქრისტეს სწავლებას, იესო ქრისტეს სიკვდილს და მის მკვდრეთით აღდგომას და შესაბამისად ყურანი უარყოფს იესო ქრისტეს სისხლით ქრისტიანების ცოდვისგან გამოსყიდვას. ქრისტეს სახარებაში ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, მან იტვირთა ჩვენი ცოდვები თავის თავზე, თავისი სისხლით ჩვენ ცოდვისგან გამოგვისყიდა, ჩვენს გამო მოკვდა და ჩვენს გამო მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით.
და მან თავის მოციქულებს დაავალა ის, რომ უბრძანა მათ, რომ წასულიყვნენ და ეს სასიხარლო ამბავი, ეს სახარება, სასიხარულო ამბავი, რომ მან ცოდვისგან გამოგვისყიდა, ეს სასიხარულოა და ეს უნდა გვიხაროდეს. უფალმა იესომ თავის მოციქულებს უბრძანა, რომ წასულიყვნენ და ადამიანებისთვის ეს სახარება ეკადაგათ. ვინც სახარებას ირწმუნებდა, ის გადარჩებოდა, ვინც არ ირწმუნებდა, ის ვერ გადარჩებოდა, არამედ განიკითხებოდა. ამავე დროს უფალმა იესომ თავის მოწაფეებს დააწერინა წერილობით მისი სწავლება და დღევანდლამდე წერილობით მოვიდა იესო ქრისტეს სწავლება. ხოლო ყურანი ქრისტეს უარყოფს ღვთის ძედაც, ესე იგი ყურანი და ისლამის მიმდევრები, ის ადამიანები, რომლებსაც წაკითხული აქვთ ყურანი შეგნებულად და არ არიან ასე ვთქვათ შეუგნებელი და რაღაცა ინერციით მიმდევარი მუსლიმები, არამედ ნამდვილად ყურანი წაკითხული აქვთ და სჯერათ იმისა, რაც ყურანში არის დაწერილი, ესე იგი სჯერათ იმისა, რომ ქრისტე არ არის ღვთის ძე, სჯერათ იმისა, რომ იესო ქრისტე არ მომკვდარა და არც აღმდგარა მკვდრეთით, სჯერათ იმისა, რომ ცოდვისგან არ გამოუსყიდია უფალ იესოს თავისი მიმდევრები, ასეთი მუსლიმები პირდაპირ უარყოფენ იესო ქრისტეს სწავლებას. და შესაბამისად, ასეთმა ადამიანებმა რაც არ უნდა ილოცონ ვინმესთვის, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც თავის თავს ქრისტიანს ეძახდა, ხო? რა აზრი აქვს მათ ლოცვას. ზოგადად ეს რა არის ეს? რა აზრი აქვს? ეს მხოლოდ რაღაცა გარეგნული დანახვებაა, რომ აი ჩვენ ცუდად არ ვართ თქვენს მიმართ განწყობილებიო? რა არის აი ეს? ამავე დროს მე მინდა გავიხსენო თვითონ ილია შიოლაშვილის, ილია მეორის მოქმედება, როგორ ელაპარაკებოდა ხოლმე იგი მუსლიმებს, მუსლიმ ადამიანებს. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ინტერნეტშიც არის დადებული და მეც სწორედ ზუსტად ამ ვიდეოდან შევიტყვე ეს ამბავი, როდესაც სამთაწყაროელ მუსლიმებსა და სხვა ადგილობრივებს შორის რაღაცა ჩხუბი მოხდა, თუ გაუგებრობა იყო, თუ რაღაცა კონფლიქტი იყო. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმებიც მიიწვიეს საპატრიარქოს შენობაში, სადაც მათ დაელაპარაკა ილია მეორე და მათ უთხრა ასეთი რამ, რომ მათ ესე იგი რაღაცა ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ეხებოდა მუსლიმებს და მუსლიმებთან მის ურთიერთობას და ამის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, მუსლიმებსაც და არა მუსლიმებსაც, ილია მეორე მუთხრა, რომ თქვენ ორივეო ჩემი სულიერი შვილები ხართო. მე მინდა რომ აი ეს თქვენ მოგასმენინოთ, რომ რაღაცა ჩემს ზეპირ გადმოცემას არ ეყრდნობოდეთ და ეს მტკიცებულება მინდა რომ თქვენ მოგასმენინოთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭუნთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფელ სამთაწყაროს მართლმადიდებელი ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. სტუმრობის მიღება საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარ სოფლის მოსახლეობამ იმ პრობლემების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდში ადგილობრივებში არსებობს. სამთაწყაროს მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელში წლები არაც მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმანებს კეთილმეზობლური ძმური დამოკიდებულება აქვთ. მათ შორის შუღლი და დაპირისპირება არ არსებობს და მათ მიზანს კვლავ მეზობლური ურთიერთობების გაგრძელება წარმოადგენს. შეხვედრაზე თითოეულმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საუბარი თითქოს მათ შორის რელიგიური დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც სამთაწყაროელი მუსლიმი სულიკო ცინცაძე ამბობს, ქრისტიან და მუსლიმ ხალხს შორის წლების განმავლობაში არსებობს ურთიერთსიყვარული. ჩვენ შორის დაბრკოლება არ ყოფილა და ჩვენ ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ უშლით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა
აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც დაპირისპირების შესახებ გაიგო. საქართველოს ეკლესიის მწყებს მთავარმა ასევე ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება იყო. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ რაღაც უთანხმოება არის. იქ სინამდვილეში არავითარი უთანხმოება არ არის. ზოგიერთ სუნდა უთანხმოება იყოს. ზოგიერთი სპეციალურად აღიებს ამ უთანხმოებას. მე გაზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩვენი უახლოესი ახლობლები იყვნენ მუსულმანი ქრისტები. აი, მე დავიბადე ჩემი წინაპრები ყაზბეგის რაიონში, მე დავიბადე ორჯონიკიზეში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩვენთან მუსულმანი ქრისტებისა. და რა ჩამოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ სიხარულს აი საზღვარი არ ქონდა. ისე გვიხარებოდა ჩვენ იმათი ჩამოსვლა. და დედაჩემი და მამაჩემი ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცა. და ჩვენ მეორე ოთახში ხატების წინ მოცულობდით. მე ერთად სხდომოდით სადიზე და ჭამდით საჭმელს. როცა გავსევდა ხმა, რომ უნდა გადაესახლათ ქისტები და ჩეჩნები, ჩემმა მამამ შესთავაზა თავის მეგობრებს, რომ თქვენ შვილებს ბერი შვილებო. მაგრამ ვავითხრეს და მართლაც გაასახლეს. თქვენ წარმოიდგინეთ, აი რუსლან აუშევი გაიგებია თქვენ ქისტების პრეზიდენტი იყო. იმისი საშუალებით ჩვენ გამოვნახეთ ეს მომენტი. და შევხვდით, ჩამოვიდნენ ჩვენთან და ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი სიხარული და მე ნიშნად ჩვენი ასე სიახლოვისა ვაჩუქე ოქროს ბეჭედი. ჯერი გავუგზავნე და მე რაღაც ვაჩუქე. ქისტებში ყოფილა კლანები, ტომები, გვარების მიხედვით. და ყველაზე დიდი ტომი ყოფილა ის, რომელთაც ქვიან ქართველი. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი ქართველები, რომელნიც გამოსულმანდნენ და ქისტები გახდნენ. მაგრამ იმდენად ფიქრობდნენ მომავალზე, რომ დარჩენილიყო ის მაინც, რომ ისი რაიონების ხალხი იყო ესა, დაერქვეს ქართველი. აი ესეთ ოჯახში ვარ მე გაზრდილი და ჩემთვის ეხლა თქვენ ერთის და მეორეს სულიერი შვილები ხართ და მე ავადროს არ დავუშვებ იმას, რომ დაჩაგრული იყოს რომელიმე. ასე რომ ვისაც როცა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და მივეცოთ. მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთის ხორცი და სისხლი და ჩვენ თქვენ უბრალოდ არ უნდა
გაიმეტოთ ერთმანეთი, პირიქით უნდა დაეხმაროთ. ესეც არის მე როგორც ვიცი. და დასასრულს მე გითხრათ, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდე და მიდახურე თქვენი სოფლის სამთო-წყარო. ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ ეს, არ უნდა მოусმინოთ ამ პროვოკატორებს. აი ხო ხედავთ, როგორი არამები ესმანეს ხოცავენ, როგორი არაუმედროა, ჩვენ ღვთისმოდით უნდა შვიდად ვიყოთ და ხმესთი ვადიდოთ. სამთაწყაროს მოსახლეობამ ასევე ისაუბრა იმ სოციალურ პრობლემებზეც, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არსებობს სასმელი წყლის პრობლემა. სოფელში არ არის სახნავს სათესი მიწები და ჩაკეტილია ხიდი, რომელიც მათ ისტორიულ საქართველოს ნაწილ ჰერეთთან აკავშირებს. დღესდღეობით ორითია, რაც ჩვენთან გაჟღერდა, თითქოს ჩვენ შორის დაძაბული სიტუაცია არის და პერისპირებული ვართ რელიგიურ ნიადაგზე. ამიტომ ვთხოვეთ უწმინდის დონეტარესთან შეხვედრა მიგვიღო გულით და ალალი გულით მოგვისმნა ყველაფერი, ჩვენი რაც გაჭირება ქონდა ყველაფერი მოვახსენეთ და ვთხოვეთ დახმარება, რომ ჩააყენებენ უხერხემლო მდგომარეობაში სოფლის მოსახლეობას, სოფლის ახალგაზრდობას, თითქოს ჩვენ შორის დაპირისპირება არის. ჩვენ ვართ ლამაზი მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული სოფელ სამთაწყაროში. დავიწყეთ ძალიან ტკბილი და თბილი ურთიერთობით, ძალიან სასიყვარული ურთიერთობით დავზარდე შვილები. ჩვენ გვყავს იქ მოყვრები, იქ გვყავს ნათესავები, მართალია ისინი ინგილოები არიან, მაგრამ ჩვენ აჭარლები და ვართ ჩვენ ერთი ოჯახი და უნდა ვიყოთ ბოლომდე ერთი ოჯახი. შეუძლებელია ქრისტიანი თანაზიარი იყოს ოჯახური თანაზიარობით, ასე ვთქვათ, სულიერი ოჯახური, ესე იგი, ოჯახის სულიერი გაგებით თანაზიარი იყოს ისეთ ადამიანებთან, ვინც რომლებიც იესო ქრისტეს პირდაპირ უარყოფენ და მათი რელიგია დაშენებული არის იესო ქრისტეს უარყოფაზე. იმიტომ რომ ყურანი არის ისეთი წიგნი, რომელიც სხვადასხვა ადგილებში ქრისტეს თითქოს და აქებს, ქრისტეს წერილებსაც სახარებას მათ შორის თითქოს და აქებს, მაგრამ იგივე ყურანი ასევე სხვა ადგილებში იესო ქრისტეს სწავლებას პირდაპირ უარყოფს და შეუძლებელია რომ ქრისტიანი თანაზიარი იყოს სულიერ ოჯახური მხრივ, თანაზიარი იყოს იმ ადამიანებთან, ვინც შეგნებულად იესო ქრისტეს უარყოფენ და არ აღიარებენ ქრისტეს ღვთის ძედ და არ აღიარებენ იესო ქრისტეს სიკვდილს, იესო ქრისტეს მსხვერპლ შეწირვას, იესო ქრისტეს სისხლით ცოდვისგან გამოსყიდვას, ცოდვილი ადამიანების ცოდვისგან გამოსყიდვას და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. ვინც ქრისტეს არ აღიარებს, ის ქრისტეს ოჯახის წევრიც არ არის და შესაბამისად იგი ვერ იქნება ჩემი როგორც ქრისტიანის თანაზიარი იესო ქრისტესთან. წლების განმავლობაში ილია მეორის მოღვაწეობა არ იყო მიმართული იქითკენ, რომ მას ადამიანებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იესო ქრისტეს სწავლების შესახებ და ელემენტარულად რაღაცა თუნდაც ძალიან მორიდებული ფორმით მუსლიმებისთვის ეთქვა ის, რომ აგერ ქრისტეს წერილი ისწავლეთ, სახარება ისწავლეთ, ღვთის წმინდა წერილი ბიბლია ისწავლეთ და ღმერთს დაუჯერეთო. მე მსგავსი რამ ილია მეორის პირიდან, მუსლიმების მხრიდან არ გამიგია. ამავე დროს მე მინდა გავიხსენო ერთი
ამბავი ესეც ვიდეოდან შევიტყვე, იმიტომ რომ მე იქ არ ვესწრებოდი. იყო დრო, როდესაც ილია მეორე სტუმრად ყავდა ებრაელები. და მათთან საუბარში ილია მეორე მუთხრა მათ, რომ საქართველოში იმყოფებოდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი, ელია წინასწარმეტყველის ხალენი. ხოლო მას არაფერი უთქვამს იესო ქრისტეს კვართის შესახებ. რატომ ვიძახი ახლა ამას? მინიშნებითაც კი ილია მეორეს იმ ებრაელებისთვის არ უთქვამს, რომ აი აგერ არის ღმერთის წმინდა წერილი, სადაც თქვენი ისტორიაც არის მოცემული და არა მხოლოდ ებრაელთა ისტორია, არამედ სხვადასხვა ერების ისტორიაც არის მოცემული და აი მთლიანი წერილი წაიკითხეთო, არ დაიზაროთო და ამავე დროს როგორც უკვე ვთქვი, ილია მეორეს არ უთქვამს იმ ებრაელებისთვის, რომ აი საქართველოში არის იესო ქრისტეს კვართიო. რატომ ვიძახი ახლა ამას? ხშირად საპატრიარქოს ორგანიზაცია ახლაც ამბობს, რომ საქართველოში არის იესო ქრისტეს კვართი და ამას თავისი ისტორია აქვსო და ამით ერთგვარად თავს იწონებენ, ასე ვთქვათ. და ქართველ მოსახლეობასაც აი ამ ტყუილით კვებავენ და ერთგვარად თავის თავს აჩეჩებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ აი ამით დაანახონ საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ საპატრიარქოს ორგანიზაცია, პატრიარქი, მისი მღვდლები, მისი სხვადასხვა ლიდერები თითქოს და არიან საქართველოს სულიერი ლიდერები. და ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც აი ამ ილუზიის ქვეშ არის მოქცეული, მათ სჯერათ იმისა, რომ სულიერი ლიდერი ქართველი ერისა არის საპატრიარქოს ორგანიზაცია და არა თვითონ ღმერთი უფალი იესო და მისი წერილი. ეს ადამიანები, ასეთი ადამიანები, რომლებიც უჯერებენ საპატრიარქოს ორგანიზაციის პროპაგანდას, ეს ადამიანები ინდივიდუალურად ღვთის წმინდა წერილს არ სწავლობენ და შესაბამისად მათი ეგრეთ წოდებული რწმენაც კი არის გაუაზრებელი. ეს არის რაღაცა სტიქიური, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ისეთი რამ, რომელიც არ არის დამყარებული იესო ქრისტეს სწავლებაზე. და ამ დროს ბიბლიაში დაწერილი არის ის, რომ რწმენა, ნამდვილი რწმენა მოდის იესო ქრისტეს სიტყვის მოსმენისაგან, რომელი სიტყვებიც თვითონ ბიბლიაშივე არის დაწერილი და შესაბამისად თუ დღევანდელმა ადამიანმა ინდივიდუალურად აი თვითონ არ მივიდა ბიბლიასთან და თვითონ თავიდან ბოლომდე არ წაიკითხა, არ ისწავლა, ამ შემთხვევაში მას არ ექნება სწორი ინფორმაცია იესო ქრისტეს შესახებ და მისი მოტყუება იქნება ძალიან ადვილი ისეთი რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფრაგმენტალურად სარგებლობენ ბიბლიიდან ამოღებული, ამოკრეფილი სხვადასხვა ინფორმაციებით, თუმცა ისინი ბიბლიას სრულ მასშტაბში არ ასწავლიან, არამედ ფრაგმენტალურად სარგებლობენ აქა-იქ ამონარიდებით. ეხლა მე მინდა თქვენ წაგიკითხოთ იესო ქრისტეს სწავლება როგორი არის ოჯახთან მიმართებაში. ვის უწოდებს იესო თავის დედას, თავის დას, თავის ძმას, აი ვინ არის ქრისტიანის ოჯახის ნამდვილი წევრი, ხორციელი და-ძმები და მით უმეტეს ისინი, ვინც ქრისტეს პირდაპირ უარყოფენ, ქრისტეს სწავლებას უარყოფენ, ისინი არიან ქრისტიანის და-ძმები თუ ისინი, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას იჯერებენ, სწამთ. იესო ქრისტესი და მისი მიმდევრები არიან. მოდით ახლა აი ამას პირდაპირ ჩვენი ქრისტიანების საყვარელი უფლის იესო ქრისტეს წერილიდან
წავიკითხავ, რათა ძალიან მკაფიოდ გამოჩნდეს ის, რომ არ შეიძლება ქრისტიანმა ქრისტეს სწავლების უარმყოფელებს უწოდოს ან სულიერი შვილები, ან ძმები, ან დები და სხვა შემთხვევაში, ვინაიდან ახლა ჩვენ ვცხოვრობთ კონკრეტულ სახელმწიფოში, ჩვენ ვალდებულები ვართ იმისა, რომ ერთმანეთი არ შევაწუხოთ, ასე ვთქვათ, და ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მატერიალურ საქმეებში. მაგალითად რა, როდესაც ვთქვათ, თუ მე მაღაზია მაქვს, არ შეიძლება მე ადამიანი ჩემი მაღაზიიდან გავაგდო იმისათვის, რომ იგი არის ვთქვათ მუსლიმი, ან იგი არის ვთქვათ ეგზისტებული იეჰოვას მოწმე. ამავე დროს აი ახლა გამახსენდა, რომ თვით იეჰოვას მოწმეებიც კი სიტყვიერად მაინც აღიარებენ იესოს როგორც ღვთის ძედ და იმასაც კი აღიარებენ, რომ ქრისტე მოკვდა და აღდგა. იესო ქრისტეს აი ამ მხრივ სიტყვიერად იეჰოვას მოწმეებიც კი აღიარებენ და საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრების მხრიდან როგორი ნეგატიური დამოკიდებულება არის იეჰოვას მოწმეების მიმართ და ამ დროს ხოლო იგივე საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრები იმ მუსლიმებს, რომლებიც იესო ქრისტეს არ აღიარებენ ღვთის ძედ და არ აღიარებენ იესო ქრისტეს მსხვერპლს, იესო ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას, აი ამ ადამიანებს, მუსლიმებს უწოდებენ თავის სულიერ შვილებს, უწოდებენ ძმებს, დებს, ასე ვთქვათ, ეს ხშირად გამიგონია მეს, აი ჩვენი მუსლიმი ძმებიო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც თუ ქართველები არიან და რა თქმა უნდა ქართველები არიან, მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს, ვთქვათ, ამ მხრივ რომელიღაცა ქართველი წარმართი იქნება არმაზისეული გაგებით, იახსარის წამს მას თუ მუსლიმია, იგი მაინც ქართველია და რაც შეეხება ქრისტიანებს, ქრისტიანები უფალმა იესომ გამოგვაცხადა თავის წმინდა ერად და ჩვენ გამოსყიდულნი ვართ სხვადასხვა ტომებისაგან, მათ შორის ქართველებისგანაც. და სხვა შემთხვევაში თუ ადამიანები იესო ქრისტეს სწავლებას არ იღებენ, ისინი რჩებიან ისევ ქართველებად, თუმცა შეიძლება ზოგიერთი მათგანი იყოს მიმდევარი ისლამისა, ზოგიერთი მათგანი არმაზის კერპს ცემდა ადრე თაყვანს, იგი მაინც ქართველად რჩებოდა და დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძველ წარმართულ წარმოდგენებში არიან. ისეთი რაღაცების ასწამთ, როგორიც არის მაგალითად იახსრისადმი რწმენა, როგორიც არის კოპალასადმი რწმენა და მისდამი დაჯერება და ასე შემდეგ. მოდით ახლა წავიკითხავ ღმერთის წმინდა წერილიდან ძალიან მკაფიო გზავნილს ყველა ადამიანისადმი, მათ შორის ქრისტიანებისადმიც და არაქრისტიანებისადმი, ესე იგი იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ სწამს იესო ქრისტეს სწავლების. წავიკითხავ თვითონ იესო ქრისტე რას გვასწავლის, ვინ არის მისი ოჯახი, ვინ არიან მისი დედა, მისი ძმები და ზოგადად ამ კონტექსტში ვინ არის მისი ოჯახი. ღმერთის წერილში მარკოზის მესამე თავის მე-20 მუხლიდან წავიკითხავ, რათა კონტექსტი იყოს სრულად გასაგები და ვინმეს არ მოეჩვენოს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ჩემი წაკითხული. მივიდა სახლში
და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიცლეს. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ შეიშალაო. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული წიგნობრები ამბობდნენ, ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ. როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? თუ სამეფო თავის სამეფოს განეყოფა, ვერ შეძლებს ის, ვერ გაძლებს ის სამეფო და თუ სახლი თავის სახლს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. ვერც ვერავინ შევაძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუ კი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს, მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ, მაგრამ ვინც იტყვის სულის წმინდის გმობას, არ აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. ასე თქვა იმიტომ, რომ ამბობდნენ უწმინდური სული ჰყავსო. მოვიდნენ მისი დედა და ძმები და გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს, აჰა დედა შენი და შენი დაძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. ხოლო იესომ მიუგო მათ. ვინ არის დედაჩემი ან ჩემი ძმები? თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა, აი დედაჩემი და ჩემი ძმები, რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც. ახლა კი წავიკითხავ ამონარიც ღმერთის წმინდა წერილიდან იოანეს სახარების მესამე თავიდან, მე-14 მუხლიდან ამოვიკითხავ, სადაც იესო ქრისტე ესაუბრებოდა იუდეველთა მთავარს, სახელად ნიკოდემოს, და ეს მისი ქადაგება ნიკოდემოსთან დაიწერა ბიბლიაშიც და ჩვენთვისაც დღევანდელობაში ჩვენთვისაც სასწავლებლად არის მოცემული. იესო ქრისტე ეუბნება ნიკოდემოს, როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან ღმერთმა იმისთვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ, ვისაც სწამს იგი არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმერთის მხოლოდ შობილი ძის სახელი. სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავდნენ მისი საქმენი. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი. ახლა კი გადავინაცვლებ ყურანთან და ყურანში მინდა ამოგიკითხოთ ეს ქრისტეს უარმყოფელი სიტყვები. აქ უფალმა იესომ ნიკოდემოსთან საუბარში თავისი ხეზე ჯვარცმაიხის ჯვარზე გაკვრა და ასე სიკვდილი შეადარა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვას. როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოშიო, ასე უნდა აღიმართოს ძეც კაცისაო. უფალი იესო თავის თავს უწოდებდა ძე კაცისად მოიხსენიებდა თავის თავს და ამავე დროს ძე ღვთისადაც მოიხსენიებდა თავის თავს. და
იგივე იმავე სახარებაში დაწერილი არის ძალიან მკაფიოდ, რომ იესო ნამდვილად მოკვდა, იგი ჯვარსაცვეს მოკლეს და იგი მესამე დღეს ნამდვილად მკვდრეთით აღდგა. ეს არის ძალიან მკაფიო სწავლება ბიბლიისა. ეს არის საიტი, სადაც ატვირთული არის ყურანის ელექტრონული ვერსია. და ახლა მე წავიკითხავ მეოთხე სურის დასახელება ნისა 157 აიას, იგივე 157 მუხლს. ჩამოვალ აგერ. აქ საუბარი არის ებრაელებზე, სადაც 157 მუხლიდან წავიკითხავ ებრაელებზე არის, რომ მათი სიტყვებიდან გამომდინარეო ჩვენ მოვკალითო მესიჰი, ღიზა ძე მარიამისაო, ანუ ისინი ასე ამბობენო, ებრაელები ასე ამბობენო, რომ ჩვენ მოვკალითო მესიჰი, ესე იგი მესია, ქრისტე, ღისაო, აქ იესოს სახელი ღისა, აი ასე არის დაწერილი. ეს ძალკე სხვა საკითხია, მაგრამ ეხლა აქ მე არ გავჩერდები. ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისაო, შუამავალი ალლაჰისაო. და ეხლა არის ამისი საწინააღმდეგო აზრი, რომ მაშინ როცა არც მოუკლავთო და არც ჯვარზე გაუკრავთო, არამედ მათ ასე მოეჩვენათო. და ეს კომენტარი არის წითლად, თან ჩართული აქ ეს ყურანის ნაწილი არ არის, ეს არის კომენტარი, რომ ისლამის თანახმად იესო არ უწამებიათ, მის ნაცვლად აწამეს იუდა ისკარიოტელი, ესე იგი, რომელსაც იესოს სახე ჰქონდა მიღებულიო. ეს ყურანის ნაწილი არ არის, ეს არის თანდართული კომენტარი, ასე ვთქვათ. შემდეგ ვაგრძელებ, ესე იგი, ებრაელებს ასე მოეჩვენათო, რომ იესო გააკრეს ჯვარსო, მაგრამ სინამდვილეშიო იესო არ მოუკლავთო, არც ჯვარს უცვამთო და ისინიო, რომელნიცო ვერ თანხმდებიან მასშიო, ამის გამო ეჭვში არიანო. არა აქვთო მათ რაიმე ცოდნა ამის თაობაზეო, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიანო და არ მოუკლავთ ნამდვილად იგიო, არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამე თუ ალლაჰი ძლევამოსილი ბრძენია. აქ ძალიან მკაფიოდ არის იესო ქრისტეს სწავლება უარყოფილი. კონკრეტულად რა მოტივით იყო ეს ეხლა ყურანში ვინც ეს დაწერა, თვითონ რას ფიქრობდა ამით, რომ თითქოს ამას ეხლა მე არ გავყვები, თვითონ ის რას ფიქრობდა ამაზე, მაგრამ აქ ფაქტი არის ის, რომ ეს არის პირდაპირ სატანის მოქმედება, რომელსაც უნდა რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს, იგივე ეს მუსლიმებიც, ესენიც ხო ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ქრისტე მათთვისაც მოკვდა და ერთადერთი მსხვერპლი, რომლითაც ეს ადამიანებიც, მუსლიმებიც გადარჩებიან და ცოდვისგან გათავისუფლდებიან, ეს არის მხოლოდ იესო ქრისტეს მსხვერპლი და აუცილებელია მათთვის, რომ იესო ქრისტეს სწავლება ისწავლონ, ირწმუნონ მისი და არ ჰქონდეთ ასეთი გაუაზრებელი რელიგია, იმიტომ რომ ბევრია ისეთი მუსლიმი, რომელსაც საერთოდ ყურანიც კი არ აქვს წაკითხული და რაღაცნაირ ესე იგი ტრადიციით გაუაზრებლად მათ საზოგადოებაში დამკვიდრებული ერთმანეთის ყურებით და ერთმანეთისთვის ასე ვთქვათ, რომ ისინი ტრადიციულად არიან მუსლიმები, აი ამ ერთმანეთის ყურებაში რჩებიან, აი ამ ტრადიციაში გაუაზრებლად რჩებიან და თვითონ ისინიც კი ინდივიდუალურად არ სწავლობენ ღვთის წმინდა წერილს, რომელსაც ჩვენ ხშირად ბერძნულად ვუწოდებთ ბიბლიას და ეს ბიბლია
ბიბლია არის წიგნების ერთობლიობა და როგორც უკვე ვთქვი, ბიბლია შედგება 66 წმინდა წერილისაგან, წმინდა წიგნისაგან. და ამიტომაც არის, რომ ხშირად მას ბერძნულად ბიბლიასაც ვეძახით. ესე იგი, თვითონ მუსლიმებმაც კი ინდივიდუალურად უნდა ისწავლონ ღვთის წმინდა წერილი, ბიბლია, ესე იგი და ამავე დროს თვითონვე ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ ყურანიც. ვინაიდან ეს ადამიანები თავის თავს მუსლიმებად მოიხსენიებენ, მაგრამ ამავე დროს ყურანი შესწავლილი არ აქვთ, ამიტომ მათთვის ესეც კარგი იქნება, რომ ბიბლიასთან ერთად ყურანიც ისწავლონ და დაინახონ ძალიან აშკარა წინააღმდეგობები თვითონ ყურანშივე და ამავე დროს ყურანის წინააღმდეგობა ღვთის წმინდა წერილთან, ბიბლიასთან. ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანებს, მუსლიმებს ჩვენ მოსაფერებლად კი არ უნდა ველაპარაკოთ, რომ აი თქვენ მორწმუნეები ხართ, მუსლიმები ხართ, ჩვენი ძმები ხართ და ერთად კარგად უნდა ვიყოთ. აი ასეთი მოსაჩვენებლად, მოსაფერებლად არ უნდა ვესაუბროთ მათ. ჩვენ თვითონმა ქრისტიანმა, ეხლა მე ქრისტიანებს მივმართავ აი ამ სიტყვებით, ჩვენ ესე იგი ქრისტიანებმა მუსლიმებისადმიც უნდა გამოვიჩინოთ, რა თქმა უნდა, სიყვარული, კეთილგანწყობა, მათთამი კეთილგანწყობილად უნდა ვიყოთ განწყობილნი და ეს კეთილგანწყობა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ მათთან ნორმალური სამოქალაქო ურთიერთობა გვქონდეს, რაც ასევე აუცილებელია და მშვიდობა უნდა გვქონდეს ჩვენ ამ გაგებით მათთანაც, ასე ვთქვათ, რომ მშვიდობიანად უნდა ვიყოთ და ამრეზით არ უნდა ვუყურებდეთ, სიძულვილით არ უნდა ვუყურებდეთ მუსლიმებს, არ უნდა ვმტრობდეთ მათ, არამედ ჩვეულებრივად რაც შეეხება ერთმანეთთან ნორმალურ ურთიერთობას, დალაპარაკებას, სიტყვა პასუხს მათთან აუცილებლად და ასევე სხვა ადამიანებთანაც აუცილებლად აი ასეთი კავშირი უნდა გქონდეს ჩვენ, მაგრამ ამავე დროს ჩვენი კეთილგანწყობა მათდამი პირველ რიგში გამოვლინდება იმაში, რომ აი ჩვენ ინფორმაცია მივაწოდოთ მათი მხსნელის იესო ქრისტეს შესახებ, რომელ იესოსაც შეუძლია მათი ხსნა, იმიტომ რომ იესომ მათთვისაც დაღვარა სისხლი და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არის იესო ქრისტეს წერილის შესწავლა და მისდამი რწმენა. ესე იგი ჩვენ მინიმუმ მაინც ის უნდა მოახერხოთ, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ღვთის წერილი წაიკითხონ და ისწავლონ და არ დარჩნენ მინიმუმ უცოდინრობაში და სხვა მხრივ შემდგომ ამისა თუ კი ისინი ღვთის წმინდა წერილს ისწავლიან, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობა იქნება, ისინი ირწმუნებენ თუ არა იესო ქრისტეს, თუ ირწმუნებენ, ესეც მათი გადასაწყვეტი იქნება და თუ არ ირწმუნებენ, ესეც მათი არჩევანია და თვითონვე აგებენ პასუხს თავიანთ არჩევანზე. მაგრამ ის, რომ აი ჩვენ ქრისტიანებმა ილია მეორესავით და ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრებივით მუსლიმებს ვეძახოთ ჩვენი ძმები, ჩვენი სულიერი შვილები, ეს ყოვლად მიუღებელია, იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანებსაც ილუზიას შევუქმნით აი ამით და ჩვენს არ ვიქნებით მართლები, ჩვენს ერთადერთ ბრძანებელთან და ერთადერთ ჩვენ საყვარელ მოძღვართან იესო ქრისტესთან. ამიტომაც ჩვენ პირველ რიგში, ქრისტიანები ჩვენ პირველ რიგში ვდგავართ იესო ქრისტეს წინაშე და მას ვაბარებთ ჩვენს ანგარიშს. ხოლო ჩვენ გვიჯობს თუნდაც დევნილნი ვიყოთ და მიუსაფარნი ვიყოთ მატერიალური გაგებით და სიმართლე ვილაპარაკოთ, ვიდრე ყველა გვეფერებოდეს ჩვენ, გვიძღვნიდეს სხვადასხვა სასიყვარულო
სტრიქონებს და ამ დროს ღმერთს განდგომილები ვიყოთ და ღმერთს დაშორებულები ვიყოთ. ამიტომ არის რომ თითოეული ადამიანისთვის აუცილებელი არის ღვთისწმინდა წერილის შესწავლა. ახლა მე მინდა თქვენ მოგასმენინოთ თეოდორე გიგნაძის საუბარი და მინდა რომ ამასთან დაკავშირებითაც კომენტარი გავაკეთო აუცილებლად. თეოდორე გიგნაძე არის ის ადამიანი, რომელიც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის პროპაგანდისტი და ეს ადამიანი თავის მსმენელებს მიუძღვება სიკვდილისაკენ, ღმერთს დაშორებისაკენ და არა სიცოცხლისაკენ. ამიტომაც მოუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ფრთხილად იყავით თეოდორე გიგნაძის პროპაგანდას, მის ემოციურ ჟესტიკულაციებს, მის ემოციურ გამოსვლებს ნუახვებით, არამედ ისწავლეთ ღვთის წმინდა წერილი, ღვთის ბიბლია და მხოლოდ იესო ქრისტეს დაუჯერეთ. აი როგორც თევზი წყლის გარეშე წარმოუდგენელია, ადამიანი წარმოუდგენელია ღმერთის გარეშე. ამიტომ მორწმუნეს და ურწმუნოს და სხვა რელიგიის წარმომადგენელიც ინტუიციურად ისწრაფვის ღმერთისკენ, ქრისტესკენ, ისე რომ ხშირად ვერც კი აცნობიერებს და როცა კითხვას ვამენ, რატო იყო რომ პატრიარქთან რო შედიოდნენ ადამიანები, ყველას გამოუცდია, ვისაც ქონია მასთან ურთიერთობა, რაღაც განსაკუთრებულად გამოდის, რაღაც ბედნიერებას გძლევს, იღიმება, რაღაცა ხდება მაშ, იმიტომ რომ ინტუიციურად ურწმუნოს კი გზნობდა რომ მისი გული და ზეცა ერთ და იგივე იყო და ღმერთს განიცდიდნენ. აი ამაშია პატრიარქის ძალა, რომ მან თავისი გმირული ღვაწლით მიბაძარა ქრისტეს სიმშვიდეში და სიმდაბლეში, მისი გული გაიხსნა, განიწმინდა ღვთისნებისადმი ერთგულებით, იმიტომ რომ როცა ქრისტეს ბაძავს სიმშვიდეში და სიმდაბლეში, ღვთისნების აღსრულება, მან მორჩილი ხდები ღვთის განგებულებისა, ამ მორჩილების გამო ღვთისნება დამკვიდრდა მასში და ღვთისნება, ღვთის ენერგია, ანუ თავად ღმერთი დამკვიდრდა მასში. თეოდორ გიგნაძე ამ თავის საუბარში ამბობს, რომ ილია მეორე ბაძავდა იესო ქრისტეს. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ უფალს არასოდეს უთქვამს ის, რომ ჩემი უარმყოფელები, ჩემი ძმები არიანო, ჩემი დები არიანო, მას ასეთი რამ არ უთქვამს. უფალ იესოს არასოდეს უთქვამს ისეთი რამ, რაც თქვა ილია მეორემ უკვე მოგასმენინეთ ეს, როდესაც ილია მეორე მუსლიმებს ეუბნებოდა, რომ თქვენ ჩემი სულიერი შვილები ხართო და ამ დროს მუსლიმთა წიგნში, ყურანში დაწერილია ის, რომ იესო ქრისტე არც მომკვდარა, არც აღმდგარა და შესაბამისად მას ცოდვისგან არ გამოუსყიდივართ და შესაბამისად აი ძალიან მკაფიოდ ყურანი და ისლამი უარყოფს იესო ქრისტეს, უარყოფს ღვთის ძედაც, უარყოფს ქრისტეს სიკვდილსაც და უარყოფს ქრისტეს აღდგომასაც. და ქრისტეს სწავლების უარმყოფელებს ილია მეორე ეძახდა თავის სულიერ შვილებს და ეს ქრისტეს არ ეს ქრისტეს არ უქმნია. არამედ პირიქით ქრისტე ამბობდა იმას, რომ ჩემი დედა, ჩემი ძმები და დები ისინი არიან, ვინც ღვთის ნებას აღასრულებენო და ღვთის ნება არის ის, რომ თითოეულმა ადამიანმა იესო ქრისტე ირწმუნოს, მისი მსხვერპლი დაიჯეროს, ირწმუნოს და აი ამ იესო ქრისტესადმი რწმენითა და იესო ქრისტესადმი დაჯერებით განიწმინდოს ცოდვისგან და გადარჩეს. ეს არის ღვთის ნება, ხოლო თეოდორე გიგნაძის ასეთი საუბარი ემსახურება მხოლოდ პროპაგანდას, იმ სიცრუის პროპაგანდას. მისი ასეთი საუბარი ემსახურება მხოლოდ ადამიანების მოზიდვას საპატრიარქოს ორგანიზაციაში და მისი თეოდორე გიგნაძის ასეთი საუბარი არ ემსახურება ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწვას და მოგიწოდებთ ყველას, ვინც აქამდე ჯერ კიდევ ხართ საპატრიარქოს ორგანიზაციის მსმენელები, მოგიწოდებთ პატარებსაც ასაკით, დიდებსაც ასაკით, ხნიერებსაც, ახალგაზრდებსაც, რომ ნუ ახვევით აი ამ სიცრუით გაჯერებულ პროპაგანდას,
არამედ თქვენ თვითონვე ისწავლეთ იესო ქრისტეს წმინდა წერილი, რათა თქვენ თვითონვე გქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ პირველი წყაროდან დღევანდელობაში იესო ქრისტეს სწავლება, საიდანაც მოდის ამისი პირველ წყარო არის წმინდა წერილი და თვითონ ქრისტეს სწავლების საინფორმაციო წყარო არის თვითონ ქრისტე, რომელიც წუთის სოფელში მოვიდა, თავისი სწავლება უქადაგა თავის მოწაფეებს, თავის მოციქულებს და ეს სწავლება მერე უკვე თავისი სულით, წმინდა სულით დააწერინა წერილობითაც, რათა ჩვენამდე ამ სახით მოსულიყო. ერთი რამ კიდევ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ხდება ისე, რომ თუნდაც იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რომ შევადარო ისლამის მიმდევარ მუსლიმებს, ამ მხრივაც კი მინიმუმ იეჰოვას მოწმეები აღიარებენ იესო ქრისტეს, აღიარებენ ღვთის ძედ, ასე სიტყვიერად მაინც აღიარებენ და ასევე დოქტრინალურად იქ კონკრეტული ნიუანსებია, რასაც მე ახლა არ განვიხილავ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ამბობენ, რომ ქრისტე არის ღვთის ძეო და მის სიკვდილსაც აღიარებენ, მის მკვდრეთით აღდგომასაც აღიარებენ, მაგრამ მათ დამი დამოკიდებულება იმდენად ნეგატიურია საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრებისა და ამ დროს იგივე საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრები ძმებს და დებს უწოდებენ, ძმებს უწოდებენ იმ მუსლიმებს, რომლებიც მკაფიოდ უარყოფენ იესო ქრისტეს სიკვდილსაც, მის აღდგომასაც და იესო ქრისტეს უარყოფენ ღვთის ძედაც კი. ეხლა მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს ეგონოს, რომ აი მე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ვიწონებ. არა, მე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ბევრ სწავლებას არ ვიწონებ, იმიტომ რომ მას იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ბევრი არასწორი სწავლება აქვს და მე არა ვარ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრი, არამედ მე თვითონაც ვარ ამ ორგანიზაციის კრიტიკოსი, მაგრამ ეს შედარება მინდოდა გამეკეთებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სხვადასხვა სწავლებებს იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, ხოლო იგივე სწავლებებს მუსლიმები არ აღიარებენ, მუსლიმები უფრო მიღებულნი არიან საპატრიარქოს ორგანიზაციაში, ვიდრე იეჰოვას მოწმეები. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ხოლო მე მინდა ახლა მივმართო იეჰოვას მოწმეებსაც. თქვენც აუცილებლად უნდა ისწავლოთ ღვთისწმინდა წერილი, არა თქვენი ორგანიზაციის დოქტრინიდან, არამედ თქვენ თვითონვე ინდივიდუალურად უნდა ისწავლოთ. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის საიტზე არის განთავსებული ერთი ასეთი სტატია ეგრეთ წოდებული სწავლულების შესახებ, რომ აი სხვადასხვა სწავლულები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, დადებითად აფასებენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას და ზოგადად ამ ახალი ქვეყნიერების თარგმანსო, რომელიც გამოუშვა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ბიბლიის რაღაცა განსხვავებული თარგმანი, რომელსაც უწოდა ახალი ქვეყნიერების თარგმანი. და ამ სტატიაში იმ სხვადასხვა სწავლულების ნაშრომებიდან სხვადასხვა ფრაზები და წინადადებები კონტექსტიდან მოგლეჯით არის ამოღებული და ამ საიტზე, ამ სტატიაში არის განთავსებული იმის მისანიშნებლად, რომ აი ესა და ეს სწავლულები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენო, დადებითად არიან განწყობილებიო ჩვენდამიო, მაგრამ სინამდვილეში მათი ნაშრომები თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ, რათა გაიგოთ ისინი მთლიანობაში აბა სხვა ადგილებში რას წერენ იგივე იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაზე და მათ სწავლებაზე. მე პირადად ერთი მათგანის
ნაშრომი წავიკითხე, ასევე მეორე მათგანის ნაშრომსაც ვკითხულობდი და აღმოვაჩინე ის, რომ თვითონ ეს ადამიანებიც, ეს სწავლულები აკრიტიკებენ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სწავლებას და ამავე დროს ასე ვთქვათ, მცირე შეფასებასაც აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული დადებითი მხარეები აქვს ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ან მის წევრებს. მაგრამ სხვა საკითხებში ეს სწავლულებიც აკრიტიკებენ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სწავლებასა და თვითონ ამ ორგანიზაციას. ხლა სხვა მხრივ შეიძლება მეც ვთქვა ის, რომ აი მაგალითად იეჰოვას მოწმეები, რომლებთანაც მე მქონია შეხება, არიან ზრდილობიანები, ასე ვთქვათ, არიგინებიან, სიტყვაზე ვიწახ, აი მე შეიძლება მე პირადად ბიბლიაზე დაყრდნობით ჩავწერო, ვთქვათ, 2 საათიანი ვიდეო, სადაც გავაკრიტიკებ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ბიბლიაზე დაყრდნობით, ვრცლად ვისაუბრებ, გავაკრიტიკებ, მაგრამ ამავე დროს რამდენიმე სიტყვას ვიტყვი იმაზე, რომ აი იეჰოვას მოწმეები ზრდილობიანები არიან, მე არ შემხედრია ლოთი იეჰოვას მოწმე, მე არ შემხედრია მაგინებელი იეჰოვას მოწმე თქო. და ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ აი ასეთი რამ, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ამ ჩემი 2 საათიანი ვიდეოდან ამოჭრას მხოლოდ აი ეს მცირე ნაწილი, სადაც საუბრობ იეჰოვას მოწმეების ზრდილობიანობაზე და მათ დადებით საქციელებზე და ეს ჩემი ამონარიდი გამოჭიმონ თავიანთ გვერდზე, თავიანთ საიტზე და თქვან, რომ აი გიორგი ლაცაბიძე დადებითად აფასებს იეჰოვას მოწმეებსო, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლაცაბიძე არ არისო იეჰოვას მოწმეო და რა თქმა უნდა ეს არასწორი იქნება და მსგავსი რამ გააკეთებს იმ სწავლულების მიმართებაშიც. აი მათი ნაშრომებიდან რაღაცა ციტატები, რაღაცა ფრაზები ამოიღეს, მაგრამ თქვენ თვითონ აბა მე მინდა შეკითხვა დაგისვათ და ამ შეკითხვაზე თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი. თუკი ვინმე იეჰოვას მოწმეებიდან ამ ჩემს ჩანაწერს მოусმენს, თქვენ თვითონვე გაეცით ამაზე პასუხი. თქვენ თვითონ იმ სწავლულების ნაშრომები, მთლიანი ნაშრომები გაქვთ თუ არა თავიდან ბოლომდე წაკითხული. მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს არ ექნება წაკითხული მათი ნაშრომები. მათი ნაშრომები ინგლისურ ენაზე არის დაწერილი, მაგრამ გადმოთარგმნა შეიძლება მინიმუმ Google-ის თარგმანითაც კი. მათ ნაშრომს გადაუღებთ ფოტოსურათს და Google Translate-ის მეშვეობით გადმოათარგმნებთ და იმდენს მაინც გაიგებთ, რომ გარკვეულწილად აზრი გასაგები იყოს და მათი ნაშრომები ასე მაინც რომ წაიკითხოთ. ხოლო ვინც მით უმეტეს ინგლისური იცით, ორიგინალში შეგიძლიათ მათი ნაშრომები წაიკითხოთ. ამიტომაც თქვენ დაეყრდნობით აი ამ პროპაგანდას. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია, როგორც ბიბლიის ამონარიდებით ფრაგმენტალურად სარგებლობს, ასე ვთქვათ, და შემდგომ თავის დამახინჯებულ სწავლებას ურევს ბიბლიის ფრაგმენტებში, ზუსტად აი ასე მოქმედებს ეს ორგანიზაცია ამ სხვადასხვა სწავლულების ნაშრომების მიმართაც. ამ სხვადასხვა სწავლულების ნაშრომებიდან ესა თუ ის ციტატები, ფრაზები, წინადადებები ამოკრიფა კონტექსტს მოგლეჯილად და აი ეს გამოგიჭიმათ თქვენ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, რათა რაც შეიძლება აი ამით თქვენს ცნობიერებაში, თქვენს გონებაში ნდობა აემაღლებინა ამ ორგანიზაციას, რომ აი არიან ისეთი სწავლულებიო, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეებიო და
ისინი ჩვენზე კარგს ლაპარაკობენო, დადებითად გვაფასებენო და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს ცელი განმარტება გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ თითქოს და გიორგი ლაცაბიძე იყოს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრი. მე არა ვარ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრი, მე ვარ ქრისტიანი, მჯერა და მწამს იესო ქრისტესი და ქრისტეს წმინდა წერილის და ეს შედარება იეჰოვას მოწმეებისა და მუსლიმებისა, იმიტომ გავაკეთე, იმიტომ შევადარე, რომ ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. მკაფიოდ ჩანს ეს, რომ ესე იგი საპატრიარქოს ორგანიზაციის მიმდევრებს და მის წევრებს უფრო დადებითი მიმართება აქვთ მუსლიმებისადმი და მუსლიმ ძმებს ეძახიან მათ, აგერ ილია მეორე მუსლიმებს უწოდებდა თავის სულიერ შვილებს, თავის სულიერ შვილებად მოიხსენიებდა ილია მუსლიმებს და ამ დროს იეჰოვას მოწმეები ასე უფრო უარყოფითად არიან წარმოჩენილი მათში. და ეს იმ დროს ხდება, როცა ისლამი უარყოფს იესოს ღვთის ძედაც და უარყოფს იესოს მკვდრეთით აღდგომას, მის სიკვდილსაც და აღდგომასაც, ხოლო იეჰოვას მოწმეები აღიარებენ მას როგორც ღვთის ძედ. და ასევე აღიარებენ ქრისტეს სიკვდილსაც, მის მკვდრეთით აღდგომასაც. ეს ოფიციალურად აი ასე ლაპარაკობენ, მაგრამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას თავისი ძალიან დიდი შეცდომები და წინააღმდეგობები აქვს ღვთის წერილთან მიმართებაში. ეს უკვე ცალკე სხვა განსახილველია, ეხლა მე აქ არ მოყვები ამის განხილვას. ამიტომაც მთლიანობაში შეჯამების სახით მინდა ვთქვა ასეთი რამ, რომ მუსლიმები, რომლებიც იესო ქრისტეს არ იღებენ, უარყოფენ მას თან შეგნებულად, მათი ლოცვა მათ ლოცვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც იესო ქრისტეს არ ირწმუნებს, თვითონ იესო ქრისტეს სწავლების თანახმად იგი ვერ გადარჩება და იგი ღმერთთან შერიგებული ვერ იქნება, არ იქნება. და შესაბამისად, თუ კი თქვენ ილია მეორეს ქრისტიანად თვლიდით, ამ დროს თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ როგორ შეიძლება ქრისტეს უარმყოფელმა ილოცოს ქრისტიანისთვის და ეს თქვენ მოგეწონოთ, თუ კი თქვენს ქრისტიანებად თვლით თქვენს თავს. აგერ მე უკვე ღვთის წერილზე დაყრდნობით ძალიან მკაფიოდ დაგანახეთ, ვისაც დანახვა გინდათ, დაგანახეთ ის, რომ ილია შივლაშვილი არ ბაძავდა ქრისტეს, არამედ ილია ცდილობდა აი ამ თავისი საუბრებით, რომ ერთგვარად რაღაცა მატერიალურ ჭრილში თუ რაიმე სხვა ჭრილში კომფორტულად ყოფილიყო სხვადასხვა ადამიანებთან, მუსლიმებთანაც, ებრაელებთანაც და ამ დროს მათ არ ეუბნებოდა, რომ ქრისტეს წერილი ესწავლათ და მათ აგერ მუსლიმებს პირდაპირ თავის სულიერ შვილებად მოიხსენიებდა და რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი და აი ამიტომაც არის, რომ თითოეულმა ადამიანმა, მუსლიმმაც და არამუსლიმმაც, საპატრიარქოს ორგანიზაციის მიმდევარმაც, თითოეულმა ქართველმაც და ოსმაც ამავე დროს და თითოეულმა ადამიანმა მნიშვნელობა არ აქვს იგი რა ეროვნების არის, თითოეულმა მათგანმა, თითოეულმა ადამიანმა ღვთის წმინდა წერილი თვითონვე უნდა ისწავლოს, სხვას არ უნდა გადააბაროს ღმერთის წმინდა წერილის შესწავლა, არამედ თვითონ უნდა ისწავლოს ეს ინდივიდუალურად და მისი პასუხისმგებლობა იქნება უკვე შემდეგში იგი ირწმუნებს თუ არა ქრისტეს სწავლებას. გისურვებთ ყველას, თითოეულ მსმენელს, გისურვებთ იმას, რომ არ იყოთ ილუზიებში, არ იყოთ ცრუ პროპაგანდის მსხვერპლები,
რომელ პროპაგანდასაც აუცილებს დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია თეოდორე გიგნაძე, რომელიც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრი და პროპაგანდისტი. მათ პროპაგანდას არ ენდოთ, არამედ თქვენ თვითონვე ისწავლეთ საყვარელი უფლის იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მოვიდა, მან მოგვიტანა სასიხარულო ამბავი სახარება, იგი ჩვენთვის მოკვდა, მან შეგვიყვარა და ჩვენთვის მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენ გვეცოცხლა. და თუ კი მის წერილს არ ისწავლით და გაყვებით ისეთ საეჭვო რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელთა სწავლებასაც არ გადაამოწმებთ, თქვენ მინიმუმ ვერ იქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ ეს ორგანიზაცია მიჰყვება იესო ქრისტეს სწავლებას, იმიტომ რომ თქვენ არ გეცოდინებათ იესო ქრისტეს ორიგინალი სწავლება. მინდა ახლა კიდევ ერთი რამ გავიხსენო. როდესაც ქრისტეს მოციქულმა პავლემ ბოლოჯერ დაარიგა ეფესოელი, ქალაქ ეფესოში მცხოვრები ეპისკოპოსები, იგივე ხუცესები, მათ უთხრა ასეთი რამ, რომ როდესაც იგი წავიდოდა მათგან, შემოესეოდნენ მათ მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობდნენ სამწყსოს და თვით ქრისტეს მოციქულთა ხელდასხმით დადგენილი ხუცესებიდან, იგივე ეპისკოპოსებიდანაც კი აღდგებოდნენ ისეთები, რომლებიც უკუღმართად დაიწყებდნენ ლაპარაკს, რათა მოწაფეები გადაებირებინათ. ესე იგი, თვითონ ქრისტეს მოციქულებიც კი აფრთხილებდნენ ქრისტიანებს იმის შესახებ, რომ თვით ხელდასხმული ქრისტეს მოციქულთაგან ხელდასხმული ეპისკოპოსებიც კი მათივე დროში დაიწყებდნენ უკუღმართად ლაპარაკს და ეს ხდება პირველ საუკუნეში და ქრისტეს მოციქულის პავლეს ეს ქადაგება დაწერილი არის დღეს ბიბლიაში, მოციქულთა საქმეების ნაწილში და წარმოვიდგინოთ პირველ საუკუნიდან რამდენი დრო გავიდა დღევანდლამდე და დღეს რა ვითარება იქნება მთელს მსოფლიოში იმ რელიგიურ ორგანიზაციებში, რომლებიც ქრისტეს სახელით ასწავლიან. წარმოვიდგინოთ რა ვითარება იქნება თუ კი დღევანდელმა ადამიანებმა ღვთის წერილი ორიგინალში არ ისწავლეს. ისინი ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ მოტყუებულნი იყვნენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან. და მით უმეტეს საქართველოში, როდესაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეფეები, თავადები და ამავე დროს საპატრიარქოს ორგანიზაცია თავისი მღვდლებით თავის თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ და ამ დროს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში დაკანონებული იყო სახელმწიფო დონეზე, კანონის დონეზე დაკანონებული იყო ბატონყმობა და თვით საპატრიარქოს ორგანიზაციასაც ყავდა ყმები, ქართველი ხალხი, ქართველი ერი იყო დაყმევებული, ქართველი ხალხი, აი ჩვენი წინაპრები, ვინც უშუალო ჩვენი წინაპრები არიან, ის ადამიანები, ვინც ადრე ცხოვრობდნენ, სულ რაღაც 200 წელიც კი არ არის გასული ბატონყმობის გაუქმებიდან. 100 რაღაცამდენი წელია გასული და საქართველოში ოფიციალურად დაკანონებული იყო ბატონყმობა და თვით საპატრიარქოს ორგანიზაციას ყავდა ყმები და მათ ეწოდებოდათ საეკლესიო ყმები. მთელი რიგი ოფიციალური დოკუმენტები არის შემონახული დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც არის მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ სწირავდნენ ხოლმე ყმებს მეფეები და სხვადასხვა ადამიანები, როგორ სწირავდნენ ხოლმე ყმებს ამა თუ იმ ტაძარს ან მონასტერს იმისათვის, რომ შემდგომ ეს ყმები ვალდებულები იყვნენ ემუშავათ საპატრიარქოს ორგანიზაციისთვის. და ამ დროს პირველივე საუკუნეში ქრისტეს მოციქული პავლე, რომელიც ქადაგებდა მონათმფლობელურ რომის იმპერიაში, იმ დროს
იმ ბატონებს, რომლებიც გაქრისტიანდნენ, მათ მოუწოდებდა თავისი მონების განთავისუფლებისკენ და მისი ეს მოწოდება ჩაწერილი არის ბიბლიაშიც, ფილიმონის მიმართ გაგზავნილ წერილში, სადაც ბატონ ფილიმონს, რომელიც ქრისტიანი იყო, წერს, რომ ფილიმონს ამიერიდან მართებდა ის, რომ მისი მონა სახელად ფილიმონი ვალდებული იყო, რომ თავისი მონა, რომელიც ასევე გაქრისტიანდა, სახელად ონისიმოსი ამიერიდან მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა. და თუ კი პავლე მოციქულმა ეს მოახერხა და აგერ თვითონ უფალიც ამას მოუწოდებდა მათ, რომ ერთმანეთი უნდა ყვარებოდათ და ქრისტიანთა შორის ამ სიყვარულიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო ბატონყმობა და ბატონმონობა და ეს პავლე მოციქულმაც დააფიქსირა ფილიმონის მიმართ გაგზავნილ წერილში, რომ უკვე ფილიმონი ვალდებული იყო მას მართებდა, რომ ონისიმოსი მიეღო როგორც საყვარელი ძმა და იგი გაეთავისუფლებინა მონობიდან. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ბიბლიაში მოძებნოთ ფილიმონის მიმართ წერილი და წაიკითხოთ, ხოლო საუკუნეების განმავლობაში ქართველმა მეფეებმა, საპატრიარქოს ორგანიზაციამ და მღვდლებმა და თავოდებმა არ გააუქმეს საქართველოში ბატონყმობა და ქართველი ხალხი აი ამ ტანჯვაში ყავდათ და ეს ნამდვილად ტანჯვა იყო, ამისი ამსახველი დოკუმენტებიც არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გისურვებთ იმას, რომ ღვთის წერილი ისწავლოთ, ორიგინალში გაეცნოთ მას და გაიგოთ რა არის ნამდვილი სწავლება იესო ქრისტესი.